დავიწყოთ გაგრით, სადაც +25 გრადუსი იქნება, უმეტესად ღრუბელი, სოხუმში კი +24 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. რაც შეეხება ზუგდიდსა, გაგვიწვიმდება და +23 გრადუსია მოსალოდნელი. მესტიაში +18 გრადუსი და წვიმა ანავარაუდები, რაც შეეხება ფოთს, +24 გრადუსი და წვიმა ნალექის სახით. ბათუმშიც იწვიმებს +24 გრადუსი. ოზურგეთს რაც შეეხება +23 გრადუსი და აქაც წვიმა ნალექის სახით. ქუთაისი +23 გრადუსი და წვიმა. ამრლაევში +21 გრადუსი და წვიმა. ახალციხეში +20 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა და წვიმა იქნება აქაც ნალექის სახით. ასევე წვიმს ბორჯომში +17 გრადუსი. ბაკურიანი +14 გრადუსი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, გორი +23 გრადუსი. წვიმა, ცხინვალი წვიმა +21 გრადუსი. სტეფანწმინდაში +13 გრადუსი და წვიმა. გადავინაცვლოთ ახლა გუდაურს, სადაც +11 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. თელავში +20 გრადუსი და აქაც იწვიმებს. რუსთავ ქალაქში +24 გრადუსი და ჩვენს დედაქალაქში +23 გრადუსი და წვიმა ნალექის სახითო. ასე გვპირდებიან სინოპტიკოსები, ძირითადად იყო წარმოდგენილი ქოლგიანი ამინდის. ქოლგა უნდა მოვიმარჯოთ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენს დედაქალაქს, იღვიძებს თურმე თიკა, ჩვენ რომ მოვედით, ჯერ კიდევ ღამე იყო.